პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიში წარსდგება, როდის ეწევა გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს და წარიმართება თუ არა შეხვედრა დებატების რეჟიმში, ეს სამთებრო საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის პირველ ხდომაზე გახდება ცნობილი. მართლ გუნდში მედოვნებენ, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მთავრობის წევრები დაესწრებიან. საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შეფასებებს ელოდებიან. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის მიმართავს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან. და ლოცვა, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფლებაში. მისი ხედვების მოსმენა ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, მთავრობას ნებისმიერ დროს მთავრობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, რომ პარლამენტის ხდომას დაესწრონ, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტი გამოდის, რომ დარწმუნებულია, რომ მათი ინტერესიც ასევე დიდი იქნება და იმედი მაქვს, რომ მთავრობის წარმომადგენლებიც ამ მოსმენას დაესწრებენ. მარტო მოვიდეს პრეზიდენტი და ილაპარაკოს კონსტიტუციის მუხლებზე, არაფერს მომცემი არ იქნება. მისი ხედვა მნიშვნელოვანი, როგორ ხედავს პრეზიდენტი, თქვა ქვეყნის განვითარებას, როგორ ხედავს მის საგარეო საფრთხეებს, როგორ ხედავს იმ ეკონომიკურ სირთულეებს, რომელიც ქვეყანაშია, როგორ ხედავს იმ პოლიტიკურ ვითარებას. მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ ეხლა რაღაცა სულელური მოტივები არ უნდა მოიშველიოს და უნდა დაესწროს ამ გამოსვლას.